მოდით ცოტა წინ წავიდეთ ძვირფასობო ეფესელთა 2:10 ვინაიდან ვისი იესოს ახალი ქმნილებები ვართ თქვი მე ვარ ახალი ქმნილება ქრისტე იესოში შექმნილი მხოლოდ იესო ქრისტეში შეიძლება შეიქმნა ახალი ქმნილება რას ნიშნავს იესო ქრისტეში წამს და მჯერა რომ ის არის ერთადერთი გზა მამასთან მისასვლელი კეთილი საქმეებისათვის რომლებიც წინასწარ გაგვიმზადა ღმერთმა რათა ამ საქმეებში ვიაროთ ანუ დაწერილია ძვირფასებო რომ გამოსყიდულნი ვართ არა კეთილი საქმეებით არამედ კეთილი საქმეებისათვის გამოსყიდულნი ვართ მადლით საჩუქრად გვაქვს მოცემული ეს ყველაფერი მაგრამ უნდა ვიცოდეთ რომ ზეცაში გამართლება გვეჩუქა რომ ზეცაში გქონდეს რა საუკუნო სიცოცხლე მაგრამ ეს გამართლება ასევე გვაქვს ჩვენ ამ ქვეყნად კეთილი საქმეებისათვის ღმერთის მსგავსებაში ვიყოთ. ანუ ჩვენ დღეს სადა ვართ ზეცაში თუ აქ ვართ? ჯერ აქ ვართ, ხო? ამიტომ აქაც ჩვენ მოგვეცა გამართლება მიზნობრივად. იმიტომ კი არა რომ ვიამპარტავნოთ და ვიგორაოთ, არამედ კეთილი საქმეები გავაკეთოთ და ეს კეთილი საქმეები ძვირფასებო წინასწარ არის გამზადებული. ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? ნახეთ, ღმერთი როგორი კარგი ორგანიზატორი და მენეჯერი არის. ამიტომ მნიშვნელოვანია ღმერთის გეგმა ვიცოდეთ ჩვენს ცხოვრებაში. როდესაც გამართლება მოვიდა, მას მოჰყვა ინსტრუქცია. დიდება ჩვენ ძვირფასობელს. ეს ინსტრუქცია შეესაბამება შენს უნარს, შენს თვისებებს. ამიტომ დაიბადე შენ წინასწარ ისეთი, როგორიც ხარ. რათა ამ საქმეების მიხედვით ვიაროთ, ნახეთ რა ძვირფასი მუხლია. ვინაიდან მისი ახალი ქმნილებები ვართ ქრისტე იესოში შექმნილი კეთილი საქმეებისათვის, რომლებიც წინასწარ გაგვიმზადა ღმერთმა. თავისი ესე იგი წინასწარ განსაზღვრით ღმერთმა წინასწარ ჩამოგიწერა რათა ამ საქმეებში ვიაროთ. იოანეს 5:16-17 წერია. იუდეველებმა დევნა დაუწყეს იესოს იმის გამო, რომ შაბათს ასეთი რამ გააკეთა. რა გააკეთა? განკურნა. მან კი მიუგო, მამა ჩემი აქამდე ასე აკეთებს და მეც ვაკეთებ. მამა დღესაც მუშაობს. ქრისტეში, ქრისტე ჩვენში და ჩვენ ყველანი ერთად მუშაობთ. დღეს არის მუშაობის დღე და მამაც მუშაობს. დიდება იესოს. რომლებიც ამ მუხლში წერია, ანუ საქმეები წინა მუხლში ეფესელებში წინასწარ გაგვიმზადა ღმერთმა, რათა ამ საქმეებში ვიაროთ. ანუ წინასწარ რა საქმეები გაგვიმზადა ღმერთმა? ეფესელთა 4:24-ში წერია. და შეიმოსოთ, ანუ იგივე ჩაიცვათ, სხვა თარგმანებში არის, ახალი კაცით, რომელიც შექმნილია ღმერთის მსგავსებაში, გამართლებული და ჭეშმარიტად წმინდა. ანუ საქმეები, რომლითაც უნდა შევიმოსოთ არის ღმერთის მსგავსება, როგორც ვილაპარაკეთ ჩვენ ერთ-ერთი კურთხეული უნდა ვიყოთ, გამართლებულები უნდა დავდიოდეთ და ეს უნდა ვიცოდეთ და როგორც წმინდები ისე უნდა დავდიოდეთ ძვირფასებო. მე ვარ მართალი, თქვი მე ვარ მართალი და მე ვარ წმინდა. დიდება იესოს. ტიტეს 2:14-ში წერია. ვინც თავი დასდო ჩვენთვის, რათა გამოვესყიდეთ ყოველგვარი ურჯულოებისაგან,
ანუ რჯულის წყევლისაგან და განეწმინდა რჩეული ხალხი მისთვის, რომლებიც კეთილ საქმეებს იქნებიან მოწყურებულნი. დიდება იესოს, დიდება ჩვენ ძლიერ ღმერთს. მოდით წამოვდგეთ ყველანი ძვირფასებო.